ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რასაც ველით გარემოსგან, რა შეხედულებებიც გვაქვს, განწყობა, რომლის მიხედვითაც მოქმედებთ და იდეები, რომელიც ჩვენში იბადება, პირადი გამოცდილების შედეგია. შესაბამისად, ჩვენ სამყაროს სუბიექტურად აღვიქვამთ. ამის გამო ჩვენ ობიექტურობას ვკარგავთ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინს წამში 1000-ზე მეტი ოპერაციის შესრულება შეუძლია, ის ხშირად უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, არსებობს საყოველთაო ქცევის ფორმები, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ლოგიკურ მოვლენებს გაუცნობიერებლად ამახინჯებს. ასეთ დროს გვეჩვენება, რომ აბსოლუტურად საღად ვაზროვნებთ, თუმცა ჩვენ დაუნებურად გარკვეული შაბლონების მიხედვით ვიქცევით. აზროვნების მსგავსი ხარვეზი ბევრია, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებულად ხშირად გვხდება. არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის ფსიქიკის დანიშნულება ეს არის ადაპტაცია. ადამიანიც და სხვა ცოცხალი ორგანიზმებიც იმარტივებენ თავიანთ ცხოვრების პროცესს, სწორედ იმაზე დაყრდნობით, რომ მათ აქვთ გამოცდილებაში შექმნილი კონკრეტული განწყობა და მსგავს სიტუაციაში ისინი სწორედ სრულიად არაცნობიერად, ავტომატურად, ასე ვთქვათ, მოქმედებენ ზუსტად იმ განწყობის მიხედვით. ჩვენს ლოგიკურ აზროვნებას ბევრნაირი ხარვეზი აქვს. ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული გადარჩენილი სისტემატური შეცდომაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. ომის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბომბდამშენების დანაკარგი შემცირება გადაწყვიტა. მათ გადარჩენილ თვითმფრინავებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს თუ თვითმფრინავების რომელი ნაწილები ზიანდება ყველაზე მეტად. როდესაც გაირკვა ყველაზე მეტად თვითმფრინავების ფრთები და კუდი იყო დაცხრილული, სწორედ ამ ნაწილების გაძლიერებული დაცვა გადაწყდა, რაც აბსოლუტურად ლოგიკური ჩანდა. მაგრამ საქმეში სტატისტიკოსი აბრაჰამ ვალდი ჩაერთო. მან სამხედროებს აუხსნა, რომ გადარჩენილი თვითმფრინავების დაზიანება სწორედ ამ ნაწილების სიძლიერეზე მიუთითებდა და არა პირიქით. სუსტი კი ის ნაწილი იყო, რომლის დაზიანების შემთხვევაში თვითმფრინავი იღუპებოდა და შესაბამისად ბრძოლის ველიდან ვეღარ ბრუნდებოდა. მაგალითად, ძრავის ან საწვავის ავზის მხარე. შესაბამისად, დაცვის გაძლიერებაც სწორედ ამ მიმართულებით იყო საჭირო. ეს ფენომენი გულისხმობს ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაციით აპელირებას, ანუ მოქმედებას. ანუ მაგალითად სტატისტიკური უმრავლესობის პრინციპით. ვინაიდან სტატისტიკით უმრავლეს შემთხვევაში ეს ასეა, ამიტომ ჩემ შემთხვევაშიც ეს ასე იქნება. ყველა ის ადამიანი, ვინც გადაარჩინა დელფინმა, ამბობს, რომ დელფინი ზღვაში გადაარჩენს ადამიანს, უბიძგებს მას ნაპირისაკენ. მაგრამ არავის არ აქვს სტატისტიკა, რამდენმა დელფინმა განახორციელა საპირისპირო ქმედება და რამდენმა უბიძგა ადამიანს არა ნაპირისკენ, არამედ პირიქით ღრმად ზღვისაკენ. როგორც ჩანს, ჩვენ ასევე მიდრეკილნი ვართ, მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელსაც თავად ვემხრობით. საწინააღმდეგო აზრს კი ვაიგნორებთ. ამ ილუზიას სელექციური აღქმა ეწოდება. ვთქვათ, თქვენ არენდობით რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას. ამ თემის შესახებ რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებთ, მით უფრო რწმუნდებით, რომ იმ ხელისუფლების მართვის სისტემა, რომელსაც თქვენ არენდობით, უსამართლოა. საინტერესო კი ის არის, რომ დიდი შანსია თქვენ ყურადღებას ისეთ ინფორმაციაზე ამახვილებდეთ, სადაც თქვენი არგუმენტები მყარდება და არა პირიქით. ანუ თქვენ კარგავთ ობიექტურობას. სინამდვილეში კი შესაძლებელია ბევრად უფრო მეტი საპირისპირო არგუმენტი არსებობდეს. როდესაც ჩვენ საუბრობთ, რატომ შეიძლება იგნორირება, რატომ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა თავისგან უცხო რაიმე ან მისგან დაშორებული რაღაც საკითხების თუ ფენომენებისა, იმიტომ რომ გაუცხოების განცდა ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს და ისევ განწყობის თეორიაში ეს არის არათავსებადი განწყობის ცნება, როდესაც ჩვენ განწყობებთან ვერ მოდის მიმართებაში რაღაც საკითხი ან მოვლენა და მის მიმართ არსებული განწყობა, ეს ჩვენ გვამყოფებს არათავსებადი განწყობის მდგომარეობაში, რაც ძალიან დიდ შინაგან დისკომფორტს იწვევს და ვინაიდან როგორც აღნიშნეთ, ფსიქიკის მთავარი დანიშნულება ადაპტაციაა, აქედან გამომდინარე ადამიანი, ისე როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, ცდილობს გადალახოს დისკომფორტი, მოიცილოს თავიდან ეს დისკომფორტი და მიუახლოვდეს ისევ კომფორტულ მდგომარეობას.
არსებობს ასეთი ტერმინი მოთამაშის შეცდომა, რომელიც ყველაზე ხშირად აზარტული თამაშების მოყვარულებს ახასიათებთ. ისინი მუდმივად ცდილობენ იპოვონ კავშირი მათთვის სასურველ შედეგსა და წინამორბედ მოვლენებს შორის. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი კაზინოა. თუ თამაშის დროს რამდენჯერმე ზედიზე დამოვა წითელი ფერი, მოთამაშეთა უმეტესობა შემდეგ ფსონს შავ ფერზე დებს. თითქოს წითლის ბევრჯერ განმეორების შემდეგ შავი სამოსვლის შანსი იზრდება. თუმცა სინამდვილეში შანსები ისევ 50-50-ზე რჩება. ნებისმიერი კავშირები და კავშირების ასე ვთქვათ, კავშირების კვალდაკვალ ქმედების განხორციელება სწორედაც ზუსტად აი ამ განწყობის კანონზომიერებებით აიხსნება. მეხსიერებაში ჩვენ გვაქვს ასოციაციური მეხსიერების ტიპი, რომელიც სწორედაც ამოქმედებს ასეთ დროს, სწორედაც აი ამ განწყობის პრინციპით იმ გამოცდილებას, ანუ გაახსენებს ადამიანს იმ გამოცდილებას, რომელიც უკავშირდება მსგავსების პრინციპით, ეს შეიძლება ერთი ნიშნით მსგავსება იყოს იმ ანალოგიურს, რომელთანაც მას აქვს საქმე. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ხშირად განმეორებადი ილუზია ფუნქციური ფიქსაციაა. ის გვემართება მაშინ, როდესაც ჩვენი გონება ვერ აღიქვამს რაიმე საგანს განსხვავებულ მდგომარეობაში, რადგან არ ვართ მიჩვეული მის ახლებურ გამოყენებას. ეს ილუზია არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ საგნის დამატებითი ფუნქცია. კლასიკურ მაგალითად, რომელიც ამ ფენომენს ადასტურებს, სანთლის ექსპერიმენტი მიიჩნევა. ექსპერიმენტის მონაწილეს აძლევენ სანთელს, საოფისე ჭიკარტების ხუთს და ასანთს და სთხოვენ დაანთოს სანთელი და დაამაგროს კედელზე ისე, რომ მაგიდაზე არ ჩამოიღვენთოს. ძალიან ცოტა ცდის პირმა შეძლო ჭიკარტების ხუთის გამოყენება სანთლის დასადგამად და არ ეცადა სანთელი კედელზე ჭიკარტებით მიემაგრებინა. ასეთი ფუნქციური ფიქსაციის დარღვევა ძირითადად ადამიანის კრეატიულობაზე მიანიშნებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითი ნულოვანი რისკის უპირატესობაა. ადამიანების უმეტესობას ურჩევნიათ მცირე რისკი აბსოლუტურ ნულამდე დაიყვანონ, ვიდრე დიდი რისკი საგრძნობლად შეამცირონ. სტატისტიკიდან გამომდინარე, ავიაკატასტროფების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ასე რომ ავტოავარიების შემცირებით ბევრად უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მაგრამ გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობას ავიაკატასტროფების შანსის ნულამდე დაყვანა ურჩევნია ავტოავარიების მკაფიოდ შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ავიაკატასტროფაში მოყოლის ალბათობა მიზერულად დაბალია. ეს იხსნება ერთი მოთხოვნილებით. ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროში მაინც არსებობდეს ნულოვანი რისკი, რაც დამამშვიდებლად მოქმედებს ჩვენზე. ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება სტაბილობისა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვისწრაფით იმისკენ, რომ დავასტაბილუროთ ჩვენი წარმატებები, დავასტაბილუროთ ის მონაპოვარი, რომელსაც მივახციეთ. იმიტომ რომ გაცილებით ადვილია უკვე არსებული, ნაცნობი, გაფიქსირებული და დისპოზიციური განწყობით მოქმედება. არასტაბილურობა თავისთავად ეს არის ადამიანის უცხო, სრულიად რიგ შემთხვევაში სრულიად უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩენის გარემოებები, აღმოჩენის წინაპირობა, რომელიც ადამიანს უქმნის დისკომფორტს. და რაც უფრო ჩვენ არ გვაქვს მსგავსი გამოცდილებაში, მით უფრო დიდ დისკომფორტს განვიცდით ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენს დისპოზიციურ განწყობებში საყრდენი, რომლითაც ჩვენ გადავჭრით ამოცანას. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ობიექტურები ვერ ასოდეს ვიქნებით. როგორც ამბობენ, მონეტას ორი მხარე აქვს. ამიტომ იმისთვის, რომ მაქსიმალურად რეალურად აღვიქვათ ჩვენი გარემო, საჭიროა ნებისმიერ საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ. გარდა ამისა, ნებისმიერ ინფორმაციის გაანალიზებას თურმე 2-3 დღე სჭირდება. ეს ის დროა, რომელიც დაგეხმარებათ ემოციების გარეშე აღიქვათ რეალობა.